საქართველოს ტყის ეკოსისტემების აღდგენა და მდგრადი მართვა. Ამ სახელწოდებით ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მიმართა. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით ისრაელის საერთაშორისო კომპანია G Group Global საქართველოს ტყეების გადასარჩენად უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს განახორციელებს. სპეციალურად შექმნილი საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი კი შეიმუშავებს გეგმას, რომელიც სამეცნიერო კვლევებზე იქნება დაფუძნებული. მოგეხსენებათ, რომ ფართოდ არის გავრცელებული უკანონო მოპოვება, უკანონო რეწვა, ეს აღუწერელ ზიანს აღწევს, აყენებს ჩვენს ეკოსისტემას. შესაბამისად, ყველა ინიციატივა, რომელიც დაკავშირებული არის ამ მდგომარეობის გაუმჯობესებასთან, შედის ჩვენს ინტერესებში და ბუნებრივია ჩვენ ყველა ასეთ ინიციატივას ვეხმაურებით და თანაშრომობთ ყველა გაინტერესებულ ორგანიზაციასთან.